მოგესალმებით გალბატონებო და ბატონო. სანამ ამ კვირის მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, მინდა ორიოდე სიტყვით ევროვიზიის კონკურსს შევეხო. როგორც გაირკვა, ევროვიზიის ორგანიზატორებმა ქართველი კონკურსანტები ევროვიზიაზე არ დაუშვეს. სიმღერა არის პოლიტიკურიო. მე რომ გეუბნებოდით, არ წახვიდეთ, პროტესტი გამოაცხადეთ მეთქი, აი მაშინ რომ დაგეჯერებინათ და არ წასულიყავით, ის იქნებოდა პროტესტი და პატივისცემასაც დავიმსახურებდით. ახლა კიდე ვინ ვართ? გამოგდებულები და არანაირ პატივისცემას არ ვიმსახურებთ. ასე რომ დამიჯერეთ ხოლმე, მე ცუდს არასოდეს არ გირჩევთ. ახლა კი იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ კვირაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. უმთავრესი რაც მოხდა, იყო ის, რომ ჰილარი კლინტონი და სერგეი ლავროვი შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრისას ჰილარი კლინტონმა ლავროვს გადასცა წითელი ღილაკი, რომელზეც ეწერა Reset და Peregruzka. იმის ნიშნად, რომ რუსეთ-ამერიკის გაჭედილი ურთიერთობები გადავწყვიტოთ. ესე იგი რა გამოდის? თუ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას კომპიუტერს შევადარებთ, რადგან ის გადატვირთას საჭიროებს, რა გამოვდივარ ჩვენ? ეს ურთიერთობები ხომ ჩვენს გამო გაიჭერა? ჰილარი მაც ასე თქვა. ესე იგი ჩვენ გამოვდივართ ვირუსი. ხო და რუსეთმაც აგერ 59 წლით დაგვიყენა ანტივირუსი აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. და მეტიც, მე მგონი Windows-ის გადაყენებასაც აპირებს 9 აპრილს. ოპოზიცია კი ამასობაში ემზადება 9 აპრილისთვის. კონსერვატორებმა, ოქრუაშვილის პარტიამ და ხალხის პარტიამ შეწყვიტეს პარტიული საქმიანობა და 9 აპრილის შტაბები გახსნეს. ალასანიას ალიანსმა პლებისციტის პროცედურა წამოიწყო. ქიბარ ხალვაშმა მოითხოვა რუსთავიორი და მზე დამიბრუნეთო. შალვა დათელაშვილი ამერიკაში გაემგზავრა და იქიდან აპირებს ხელისუფლებაზე შეტევას. ხოლო ქრისტიან დემოკრატებმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს ხელისუფლებას და გენ-მოდიფიცირებულ პროდუქტის გაკონტროლება მოითხოვეს. რა თქმა უნდა, სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაზე რეალურ პრობლემაზე მაინც ეს უკანასკნელები ლაპარაკობენ. ცალკე აღნიშნვის ღირსია ქალბატონ ნინო ბურჯანაძის განცხადება. ჩვენი ინფორმაციით ბატონმა ჩაჩიბაიამ, პოლკოვნიკმა ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ ის არ გაიმეორებს 7 ნოემბრის შეცდომებს ჯარის მიერ დაშვებულს და 9 აპრილს ან სხვა მომდევნო მოვლენების დროს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს იმას, რომ ჯარი ან მისი ცალკეული ნაწილები ჩაერთონ ამა თუ იმ ოპერაციის განხორციელებაში. საინტერესოა, საიდან აქვს ეს ინფორმაცია ქალბატონ ბურჯანაძეს? ერთი ვერსიით, როგორც გოკა გაბაშვილი ამბობს, მისი ვარაუდები და ყავაზე მკითხაობა ნამდვილად ახლა არააქტუალურია. ვურჩევდი, რომ ტელევიზორს მაინც უყუროს და რეალური პოლიტიკური პროცესები რეალურად აღეკვას. მაგრამ გაგიკვირდებათ და ამ შემთხვევაში, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეიბორისტების აზრს უფრო ვემხრობი. ქალბატონ ნინო ბურჯანაძე ის დღეში ხარჯავს 200,000 ლარს. ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ემსახურება უზარმაზარი ესკორტი. ეს არის სახელმწიფო დაცვა. იგი დაბრძანდება ლიმუზინ, მერსედესით. ყოველ შემთხვევაში ვიღაც რომ ყავს თავრობაში, ეგ 100%-ია. მოკლედ ხელისუფლებას დიდი პრობლემები აქვს. ზოგს სხვა უქმნის, ზოგს თვითონ იქმნიან. აი ფიროსმანის ნახატთან დაკავშირებული ამბავი მაგალითად. უბედურება ის კი არ არის, რომ ფიროსმანის ნახატი მუზეუმის საცავიდან, სადაც იგი არავის არ უნახავს, პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაიტანეს, რომელიც სხვათა შორის არ არის სააკაშვილის საკუთრება. არც ის, რომ 3 თვის განმავლობაში ეს ნახატი იქ ეკიდება და ყველა ჩამოსული სტუმარი ნახავს. უკეთესადაც იქნება დაცული ვიდრე ნებისმიერ მუზეუმში. უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებაში არ მოიპოვება ადამიანი, რომელიც შეძლებს ხალხის ენაზე აუხსნას მოსახლეობას, თუ რატომ გადაიტანეს ფიროსმანის ნახატი 3 თვით პრეზიდენტის რეზიდენციაში. აქედან დასკვნა, თუ ხელისუფლება ხალხის ენაზე არ დაელაპარაკება ხალხს, მოვა ოპოზიცია და ხალხს ბრბოს ენაზე დაელაპარაკება. ჩვენი მიმოხილვის ბოლოს კი მინდა დემოკრატიის გაკვეთილები ჩაგიტაროთ. დემოკრატია არ არის ნაგვის დაყრის თავისუფლება, შუქნიშანზე გადასასვლელი ფერის არჩევის თავისუფლება, სტრიპტის ბარის დახურვა, ლიფტის, სადარბაზოს და მიწისქვეშა გადასასვლელების ტუალეტებად გამოყენება. დაიმახსოვრეთ, ვერ გავხდებით დემოკრატიული ქვეყანა, თუ უბნის ავტორიტეტი გვირჩევნია უბნის რწმუნებულს, თუ ქურდი გვირჩევნია მოსამართლეს, თუ მტერი, რუსეთი გვირჩევნია დასავლეთს.
როდესაც ქუჩაში დაგვხვდება ბოროტ მზრახველი, რომელიც მობილური წარმთმევას გიპირებ და იმის ნაცვლად რომ 022 გამოიძახოთ, გირჩენია საკუთარი ძალებით დაიცვა ღირსება, ხელშათუ ბრძოლაში ჩაება და ბოლოს 033 გამოგიძახონ? თუ თვლი რომ ქართველობაა დიდი ხნის უნახავი მეგობარი რო შეგხვდება შუა გამზირზე, მანქანა უნდა გააჩერო და დაწვრილებით გამოგითხო რა შრება მიუხედავად იმისა რომ საცობს ქმნი? თუ ქართველობაა რომ აგინო საქართველოში ჩამოსულ ჩინელებს, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი საქმეს აკეთებენ და შენ გეზარება და ასე შემდეგ. მაშინ მართალი ყოფილხარ. დემოკრატია ქართველობას ეწინააღმდეგება.